საქმიანი დილა კვლავ ეთერშია და განვაგრძობთ გამოშვებას და ვისაუბრებთ თემაზე, მეტნაკლებად საამაყო თემაზე. უჩა ძოზუაშვილი დელტას ხელმძღვანელი გვერდება პირდაპირ ეთერში. უჩა დილამშვიდობის. მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ქართული ჯარი და მე შესავალშიც აღვნიშნე, აღიჭურება ქართული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით და ისინი უკვე მონაწილეობას ქართული ეკიპირებით მიიღებენ ავღანეთის შემდეგ ოპერაციაში. საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი სასაუბრო თემები იქნება ძირითადად საექსპორტო ბაზრები და ის ტექნოლოგიები, რადგან ვაკეთებთ ფსონს დელტას ბაზაზე კონცეფციურად, რაც ძალიან საინტერესო და მათ შორის საამაყოც არის. დავიწყოთ უჩა კონკრეტულად საექსპორტო ბაზრებით, უკვე არსებობს თუ არა მონახაზი არეალის, სადაც გავიტანთ ქართულ პროდუქციას. გისმენთ? ჩვენი გაყიდვების დეპარტამენტების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ. შედეგები არის ძალიან საინტერესო. გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომელიც უკვე დადებული არის და რომელზეც უკვე საექსპორტო მიწოდებები არსებობს, ანუ თვეში ორჯერ ხდება ფაქტიურად გადატვირთვა ჩვენი პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამას გარდა ბევრი სხვა ქვეყნის მიერ უკვე არის დაფიქსირებული ინტერესები ჩვენი სხვადასხვა ტიპის როგორც ჯავშანი მიმართულებით, ასევე დამაზიანებელი ტექნიკის მიმართულებით ინტერესები და არეალების მიხედვით ესე რომ გამსაზღვროთ, ეს პრინციპში არის აღმოსავლეთის მიმართულება, აზიის მიმართულება, ასევე არის მნიშვნელოვნად აფრიკის მიმართულება და გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული უკვე ევროპის მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართულებით, ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, სადაც ძალიან კონკრეტული ინტერესები არის გამოთქმული, კონკრეტული შეთავაზებები არის უკვე გაგზავნილი. ძალიან ინტენსიური არის ეს სამუშაოები, ფაქტიურად დღე არ გადის, რომ გარკვეული ინტერესი არ დაფიქსირდეს. ეს ინტერესები საკმაოდ ფართო არის თვითონ პროდუქციის პრეისკურანტის მიმართულებითაც, იწყება პირადი დაცვის საშუალებებით, მთავრდება იგივე ჩვენს მიერ ძალიან საინტერესო. უჩა, აქვე ჩაგეკითხები, ძალიან საინტერესო იყო და არა მარტო საინტერესო, ჩემი აზრით იყო ირმის ნახტომი, რაც გავაკეთეთ საუდის არაბეთთან მიმართებაში. ძალიან აქტიურად ვეცნობ იგივე საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვებგვერდს და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰედლაინად არის გამოტანილი ქართული დიდგორები, ასე ვთქვათ. სასტრაფო საევაკუაციო დანიშნულების ჯავშანტრანსპორტიორები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი. შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს, რა მოცულობის კონტრაქტი იყო საუდის არაბეთთან. საერთო ჯამში, ანუ პრინციპში ჩვენ ზუსტ ციფრებს არ ვასახელებთ, მაგრამ საუბრობთ, რომ ეს არის 100 მილიონამდე და 100-ზე მეტი მანქანა რა. კი ბატონო, უნდა ველოდოთ თუ არა, უჩა ახლო მომავალში მსგავს მსხვილ კონტრაქტს რომელიმე ქვეყანასთან. ისევ ამ ქვეყნებთანაც გრძელდება კონტრაქტები, ფაქტიურად ხელმოწერილი არის უკვე რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის მანქანის და სისტემის მიწოდების ხელშეკრულებები, რომელსაც ძალიან ახლო მომავალში ჩვენ უკვე დავაანონსებთ და უკვე ზუსტ ინფორმაციას მივაწვით მომხმარებელს. პრინციპში ჩვენ რასაც ვხედავთ ჩვენი პროდუქციის ხარისხით ძალიან დიდ კმაყოფილებას, იმ სერვისით და მომსახურებით, რასაც ჩვენ ვაწვით ჩვენს საბოლოო მომხმარებელს ძალიან დიდ კმაყოფილებას და თვითონ იმასაც, რომ მანქანები უკვე ოპერირებაში არის, ისინი ახორციელებენ აქტიურ ევაკუაციას, ანუ ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უჩა, დელტას ბაზაზე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცეფტი, რომლის განვითარებას და მუშაობას მიმდინარეობს და რაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა. თუმცა ეს არის არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების მიმართულებები. ნუ ახლა ამოვწუროთ პრინციპში ჯერ სამხედრო დანიშნულება, დიდგორი, ლაზიკა, ზალპური დანიშნულების აპარატები, იგივე უპილოტო საფრენი აპარატები და ასე შემდეგ, რომელზეც იზრდება მოთხოვნა სამხედრო ინდუსტრიას თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში თვალს. დამუშავების რა ეტაპზეა თითოეული კონცეფტი და უკვე როდის იხილავს ამ შემთხვევაში ქართული აუდიტორია და მათ შორის სოფლიო აუდიტორიაც ქართულ საბრძოლო მანქანას, ასე ვთქვათ. პრინციპში თვითონ კონცეპტები არის დაანონსებული, დამატებით ახლა შემდეგ 26 მაისის თვის ჩვენ გეგმავთ ახალი ტიპის შეიარაღების წარმოდგენას, ასევე ინტეგრირებული საბრძოლო სისტემის. საინტერესო არის ის, რომ თვითონ ვთქვათ მოთხოვნილებები ბაზარზე იცვლება სხვადასხვა სისტემების მიმართულებით, ჩვენ შესაბამისად ვაკეთებთ ადაპტაციას. ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა დელტასი, რაც არის აი ჩვენს მიერ განხორციელებული აი ამ ასე ვთქვათ, გაუმჯობესებების და ტექნოლოგიური წინსვლების შედეგი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ რეაგირებას ბაზრის ცვალებად მოთხოვნილებებზე, სწრაფად გავაკეთოთ ადაპტაცია, როგორც მექანიკური, ასევე ელექტრონული სისტემების იმ მოთხოვნილებების მიმართ და შესაბამისად სწრაფად კონკურენტებზე უფრო ჩქარა შევთავაზოთ იგივე გადაწყვეტილება. უშა, მე მახსოვს შენი განცხადება, იგივე როდესაც საუბრობდი მაგალითად ცეტყვის საწინააღმდეგო აპარატების გაყიდვაზე და მოლდოვეთი იყო მაშინ ნახსენები ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად. აი რა ეტაპზეა მოლაპარაკება
გასაგებია მუშაობს. ჩვენ ვიყავით ჩასული, სამუშაო ჯგუფი იყო ჩასული მოლდავეთში, მოვახდინეთ ადგილზე შეფასება, ადგილზე გავაკეთეთ იდენტიფიცირება თუ სად უნდა დამდგარიყო, რა რაოდენობის წერტილები არის საჭირო. საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა მოლდავეთის მთავრობასთან. ეხლა მიმდინარეობს თვითონ უკვე სამთავრობო პროცესები მიმდინარეობს მოლდავეთში იმისთვის, რომ მოვიდეს შესაბამისი მოთხოვნა უკვე ჩვენთან. ამ პროცესში ერთვებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ანუ პროცესი საკმაოდ ესეთი ინტეგრირებული და საინტერესო პროცესი არის, ანუ არა მხოლოდ საქართველოს-მოლდავეთის ურთიერთობა არის აქ, არამედ უკვე დაფიქსირებულია უკვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა, რაც გამოიწვევს საერთოდ ჩვენი სისტემის საერთო ბანდლის ჩამოყალიბებას, რომელიც შეგვიძლია სხვა დაინტერესებულ ქვეყნებსაც შევთავაზოთ. საერთოდ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ეს არის ინოვაცია, რომელიც დელტამ შექმნა, ეს არის მეოთხე კატეგორიის ინოვაცია, რომლის მსგავსის დღესდღეობით ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. შესაბამისად, ის ქვეყნები, რომელსაც ანალოგიური პრობლემატიკა უდგას, ისინი უკვე აფიქსირებენ თავის ინტერესებს, 5 სხვადასხვა ქვეყნიდან არის უკვე დაფიქსირებული ეს. ძალიან კარგია, როდესაც ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, თუმცა საბოლოო ჯამში ექსპორტის ასპექტი მიმოვიხილოთ. როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტზე, რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ რომელიმე კვარტალში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, შემცირდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს თუ ასე შემდეგ, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია რჩება ტრადიციულ საექსპორტო პროდუქციას. ნუ რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? ჯართი, ავტომობილების რეექსპორტი, თხილი, ღვინო და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე და მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნები, რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ რა თქმა უნდა ტექნოლოგიებზე, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიან მიმართულებებზე და ასე შემდეგ და ტექნოლოგიების ზუსტად ასეთი მიმართულებაა. აი კონკრეტულად მე მაინტერესებს რა გეცდება ამისთვის, თუნდაც დელტას ბაზაზე განყენებულად რო ვისაუბროთ. მეორე მომენტი, ნუ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი შექმნა მთავრობამ ამ შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში აქცენტს რა თქმა უნდა ტექნოლოგიებზე გავაკეთებდი. არის თუ არა სამთავრობო ხელშეწყობა ამ მიმართულებით და აი რეალურად რა ხდება იმისთვის, აი კონკრეტულად დელტას ბაზაზე, რომ ტექნოლოგიური კომპონენტი იყოს განვითარებული, რომ ჩვენ მომავალში შევძლოთ გავიტანოთ ექსპორტზე კონკურენტუნარიანი პროდუქტი ამ შემთხვევაში ტექნოლოგიური პროდუქტი. ძალიან საინტერესო მიდგომა არის. პირველი, რასაც ვიტყვი, ეს არის, რომ მთავრობის მხარდაჭერის და პირდაპირ ხელშეწყობის გარეშე ფაქტიურად ვერც ერთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, ვერ დავაყენეთ. კი ბატონო. ეს ერთი არის. მეორე, ის კომპონენტები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შექმნა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვიყენებთ ამ კომპონენტებს სწრაფი პროტოტიპირების მიმართულებით, მაგალითად ძალიან ინტენსიურად ურთიერთობთ ინოვაციების სააგენტოსთან. ეს ურთიერთობა არის ორმხრივი, იმიტომ რომ არის კომპეტენციები, მაგალითად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის კომპეტენციები, რომელიც მათ გააჩნიათ. ორმაგ ინვესტირებას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთი ფილდი გვაქვს, ესე ვთქვათ, ოპერაციების და ჩვენ ამას აუცილებლად ვიყენებთ და ძალიან კარგი ინიციატივები იყო ესეთი. ამავდროულად ჩვენ ვაკეთებთ იმ კადრების რაოდენობის ზრდას და უკეთ მართვას, რომლებიც არიან ზუსტად დრაივი იმ ინოვაციების და იმ სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობის, რომელიც არის კრიტიკული ჩვენთვის და რასაც ძალიან წარმატებით ვახორციელებთ. ვთქვათ, იგივე ელექტრონული დიზაინის, იგივე პროგრამირების მიმართულებები დელტაში არ არსებობდა ის ჩვენ შევქმნით. იმიტომ რომ ამის გარეშე ფიზიკურად ვერ შევქმნით იმ პროდუქტებს, რომელიც დღესდღეობით ფლაგმანებია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში გონებრივი ასპექტი. თუ ხართ კარგი ზეინკალი ან შემდუღებელი, მე თქვენ მჭირდებით. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს უჩას სიტყვებია, რომელიც მან საქმიანი დილის ერთ-ერთ ეთერში გააკეთა. აი დღესდღეობით არა მხოლოდ თქვათ ზეინკალი და წმინდა, ასე თქვათ, შემდუღებელი ამ შემთხვევაში, რა აქცენტი და რა ფსონი კეთდება, მაგალითად აი ტექნოლოგიური მიმართულებით, აი რამდენად ხდება ადამიანების ადაპტაცია თქვენი საქმიანობასთან, იგივე ტექნოპარკის ასპექტში, მოდის თუ არა თქვენი საქმიანობა გარკვეულ თანაკვეთაში და თქვათ აი რა მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა იმისთვის, რომ მოხდეს თქვენ გუნდში. ანუ იმის გამო რომ ჩვენ პრინციპში ძალიან დიდი ფუნქციონალური სპრედი გვაქვს იმ მოთხოვნილებების, რომელიც გვაქვს, ნუ აი პირდაპირ ვერ ვიტყვი რა უნდა დააკმაყოფილო. პირველი რაც უნდა გააკმაყოფილო, ეს არის უაზროდ უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენთან ვერ იმუშავებს. მაგრამ შემდეგი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის რომ აი თვითონ თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. თქვათ იგივე ელექტრონული მიმართულებით, სადაც დეფიციტი არის ნამდვილად კადრების, ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ პროფესიონალები მივიღოთ, არამედ ის პერსპექტიული სტუდენტები, რომლებიც მაგალითად ეხლა ხან სამთავრობო ინსტიტუტთან არიან მეორე-მესამე კურსზე, უკვე იქედანვე ავიყვანოთ ჩვენთან გავაკეთოთ მაგათი. აი დროთა განმავლობაში შეგიძლიათ თუ არ მითხრათ, რამდენი ადამიანი დაასაქმეთ. მაგალითად აი წინა განცხადებიდან, აი რომელიც თქვენ ეთერში გაისმა, დღემდე 100 ადამიანი არის უკვე დასაქმებული ზუსტად იმ მიმართულებებით, რომელიც ფაქტიურად მოვითხოვე, რომ მოდით.
მოვიდნენ, იყო ბევრი ადამიანი იყო, რომელსაც მიაჩნდა, რომ იყო ძალიან კარგი სპეციალისტი სინამდვილეში, ჩვენ მათ აუხსენით რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი სპეციალისტი გახდეს. ამავდროულად ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის სასწავლო ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ესეთი ადამიანების flow უზრუნველყოფთ არა მხოლოდ დელტასთვის, არამედ საერთოდ საქართველოს ეკონომიკაში, რომ ესეთი ადამიანები გაჩნდნენ. კი ბატონო, და ჩვენი საუბარი დასასრულისკენ წავიყვანოთ, უჩა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხო, ექსპორტის კომპონენტი, გასაგებია რომ ზუსტ ციფრებს არ და ვერ ვასახელებთ, თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია თუ არა დაახლოებითი მონახაზი გავაკეთოთ, თუ რა მოცულობის ექსპორტი არის გასული საქართველოსდან, კონკრეტულად დელტას ქოლგის ქვეშ, ასე ვთქვათ, და ეს მაჩვენებელი იქნება თუ არა ახლო მომავალში მზარდი. ეს მაჩვენებელი შემდეგი 15 წლის განმავლობაში იქნება მზარდი, იმიტომ რომ ბაზარი იზრდება. იმ გამოწვევების გამო, რაც დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს. ჩვენი გეგმა არის, რომ უზრუნველყოთ მინიმუმ იმ კონტრაქტების დასრულება და პრინციპში შემდეგი 2 თვის განმავლობაში კონტრაქტები უკვე შესრულებული იქნება, რაც არის გაფორმებული, დანარჩენები 2-3 თვის განმავლობაში, დანარჩენები კიდევ ფორმდება ახლა და ფაქტიურად ჩვენი ექსპორტი გავზარდოთ 200-დან 300 მილიონ ლარამდე წლის ბოლომდე და კიდევ რამოდენიმე ასეული მილიონი დავამატოთ როგორც ბეკლოგი ან პრეკონტრაქტი იმისთვის რომ თქვათ ავიღოთ გრძელვადიანი დაფიქსირებული დაინტერესება უპილოტო სისტემების იგივე თქვათ ვერტფრენის მიმართულებით ან ავიღოთ ესეთივე დაინტერესებები თქვათ სხვადასხვა საცეცხლე ინტეგრირებული სისტემების მიმართულებით რომელთა მაგალითად ეხლა შეფასებითი საკონტრაქტო ღირებულება რაზეც ეხლა ფაქტიურად ფინალიზებული არის უკვე მოლაპარაკება 30 მილიონ დოლარამდე ადის ანუ ძალიან ვაიბრანტ და ძალიან სწრაფად განვითარებადი ბიზნესი არის რომელსაც აი განსაკუთრებული ქმედებები ჭირდება ჩვენი მხრიდან რომ ხარი აუბათ მე ძალიან აქტიურად ვეცნობი თქვენს ტექნოლოგიურ ასე ვთქვათ გამოწვევებს, ტექნოლოგიურ კონცეპტებს და ასე შემდეგ. გისურვებთ წარმატებას უჩა. ახლა მომავალში კლავინდებურად მოგიწვევთ ეთერში და მნიშვნელოვანი ასპექტები კლავინდებურად მიმოვიხილოთ. მართლმობრივია რომ ეს ციფრები მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური იქნება. უჩა ძოძუაშვილი, იყო ჩვენი სტუმარი მეგობრებო.